სანამ ეს ჩაირთვება, მანამდე აი თითო სიტყვით თუ შეგიძლიათ მითხრათ ემოცია რა დატოვა ამ ფილმს. აი ერთი სიტყვით შეიძლება ვთქვათ, რა რითი შეიძლება შევაფასოთ ამ ფილმისგან დატოვებული ემოცია. აი რაღაცა ერთი სიტყვა თუ შეგვიძლია რომ ვინმეს ვთქვათ. ორი სამი. სიხარბე, კიდე რა სიტყვა წამოვიდა ისეთი? ბედნიერების აჩრდილია და ის რაღაცა ეს უკანა პლანი არის ყოველთვის თითქოს სადღაც ქვემოთ რაღაცა ცუდი ხდება. კიდევ? აი რამე მოსახელი და სწორად ქვია, აი თან სწორად ასახავს, იმიტომ თან რაღაც ილუზიაში არიან, თან კომპლექსური თემა და ერთი სახელით ალბათ ყველაზე იდეალური სახელი ქვია, რაც აი დადებითი სიტყვა რამე ვინმეს მოგივიდათ თავში აზრად? მარტო პარაზიტები ვერ დავიღე. ის მდიდარი ოჯახით ძალიან არ არის ჩანსავი. კი, არა, მაგის გეჭირდა. სულელები არა, ესე რომ გატყობდობაც ინტელექტუალურად და გულგრილებიც აღმოჩნდნენ ბოლოს და ანუ ესენი შრომობდნენ მაინც, ხო? ეს ოჯახი შრომობდა მაინც და ის ძალიან აზრით მასაკაცები კი. ორივე მხარეს დანიშნულება სეცურებია, მაგრამ მოდით აი რაღაცა პატარა მინიშნებებით რომ მოგცეთ, მე სლაიდზე მაქვს რაღაცეები და მე ერთადაც რო ვისაუბროთ. კი, ანუ როგორც ესეთი რაღაც ესეთი დადებითი ემოცია საბოლოოდ არჩება ამ ფილმისგან და სხვადასხვა ვკითხავ ბევრმა რომ მაინც და მაინც ესეთი მძიმე ფილმით რატო დავიწყეთო, მაგრამ ანუ ესეთი მსუბუქი ფილმები და რაღაც მსგავსი ისეც ალბათ შეგვიძლია რომ ვნახოთ და გავიხალისოთ თითქოს ცოტა ცხოვრება, მაგრამ რაღაც მძიმე მაინც არის ის, რაც მე გვაფიქრებს, რაც მე აქ შეიძლება ყველა მოვერთქვათ, მაგრამ სახში წავიღოთ და რაღაცებზე დავფიქრდეთ, ხო? რაღაც ესე ვთქვათ, საფიქრალი გავიჩინოთ. ეხლა ერთ რაღაცაზე არჩევანი? კი, ანუ ადამიანში არის და მათაც ქონდათ შეიძლება ვთქვათ არჩევანი, ხო? ეს ვარიანტი მე ესე ვფიქრობ. და ყველა გადის რაღაც გზას. კი. კი, აი ზუსტად ტრანსფორმაციაზე მინდოდა რომ გამომახვილებინა ყურადღება. ჯოზეფ კემბელს აქვს ესეთი ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციული წრე, რომელსაც ქვია გმირის მოგზაურობა და ზოგადად აი ვისაც ფენტეზი უყვარს ჟანრი, მან კარგად იცის რომ ეს გმირის მოგზაურობაა ზუსტად ის, რასაც გადის თითოეული ადამიანი და აი რადგან ჰარი პოტერი ვახსენეთ, რადგან ბეჭდების ბრძანებელი ვახსენეთ, ზუსტად ამ მაგალითზე ავიღოთ, მოდი რომ როგორ იწყებს გმირი მოგზაურობას. პირველად არის ჩვეულებრივად ზის თავის, ასე ვთქვათ, ნაცნობ სამყაროში ადამიანი, თითქოს მის ირგვლივ, მის გარშემო, არც მის შიგნით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ უწევს რომ გამოვიდეს ამ კომფორტის ზონიდან და რაღაც ტიპის ნაბიჯი გადადგას, პირველი ნაბიჯი გადადგას დისკომფორტისკენ, მოდი ესე ვთქვათ და ყველას ალბათ არ ვართ არავინ ისეთი, ვინც ვიტყვით, რომ კომფორტის ზონა ბოლომდე გარღვეული გვაქვს. შესაძლოა რაღაცებს ვაკეთებთ ისეც, რაც ჩვენთვის ცოტა ამოვარდნა აქედან, მაგრამ მაინც უბრუნდებით ხოლმე ამ წრეს. აი ხელით მანიშნეთ 9-დან 7-მდე სამუშაო ვის გვაქვს მაგალითად. აი ვინ ვართ აი ამ წრეში. ხართ ვინმე? ანუ ვინც ყოველდილით იღვიძებს, ერთსა და იმავე დროს მიდის სამსახურში და მერე ბრუნდება უკან. ესეც რაღაც ერთგვარი კომფორტის ზონაა, ხო? გმირის მოგზაურობა, აი ფროდოს მაგალითზე და ჰარის მაგალითზე დავიწყოთ. შესთავაზებენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს, იწყებს ამ მოგზაურობას, გამორდის კომფორტის ზონიდან, ხვდება მენტორს, შემდგომ რაღაცებს ცდილობს, შეიძლება დამარცხდეს რაღაც მომენტში, მერე ისევ ფეხზე წამოდგება და გადის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც არის სიკვდილი და ახლიდან დაბადება. და ეს უკვე ხდება აღმოუჩენელ და არაცნობიერ სამყაროში, ეს არ ხდება თითქოს გააზრებულად. და ეს სიკვდილი არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, პირდაპირ სიკვდილს. აი ნებისმიერი შიში, რომელსაც ჩვენ თვალებში ჩავხედავთ, ეს არის თითქოს გაუცნობიერებელი სიკვდილი და მერე ამ შიშზე გამარჯვებით რაღაცნაირად ახალი ჯილდოთი დაბრუნება იმავე ნაცნობ სამყაროში, საიდანაც წამოვედით. და გმირის მოგზაურობა იმიტომ ყავს მოყვანილი, რომ ეს ფილმი ზოგადად და ამ ფილმის სიუჟეტი სრულიად პაროდიულად გვიჩვენებს ამ ამბავს. არანაირი ტრანსფორმაცია არ ხდება, გმირი უბრალოდ გადის რაღაც თავისი წრიდან, მაგრამ ბრუნდება ისევ სარდაფში. და აი ზუსტად სარდაფზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სად არის მათი სახლი? აი რა შეგრძნება დაგიტოვათ მაგალითად, სადაც ცხოვრობდნენ თავიდან, აი რა სიტუაცია იყო, აი სად ცხოვრობს ეს ხალხი? იყურება სადღაც შუა ნაწილიდან,
აი ნახეთ, მათი სახლი არის სარდაფი, რომელიც ნახევრად არის მიწაში, ანუ სადღაც მიწაც ფარავს ამ სახლს, მაგრამ ბოლომდე არ არიან ჩაფლულები ამ მიწაში და ზემოთაც რაღაცის დანახვის საშუალება აქვთ. ანუ მათი სიხარბე თითქოს, რომელიც გულში აქვთ და უნდათ რომ ამან ამოხეთქოს, ამის საშუალება ეძლევათ ამ სარდაფიდან ყურების შემთხვევაში, იმიტომ რომ იციან რომ სინათლეც არსებობს. აი ილუზია ზოგადად რაღაცებზე ხო გვახსენდება ხოლმე ეს მეტაფორა იქნება თუ რა იქნება, აი პლატონის გამოქვაბულის მითი რო ავიღოთ თუნდაც ხო და ეს სლაიდზეც მაქვს მოყვანილი, რა ხდება? იქ დაბმული და ეს მიჯაჭვული ადამიანები უყურებენ იმ რეალობას, რა რეალობაც შემოდის გარედან. ანუ ჩრდილების თამაშს უყურებენ და ამას იღებენ როგორც რეალობა, მაგრამ ნამდვილი რეალობა არის გარეთ. და რა ხდება, როცა პირველი ადამიანი გადის ამ ჭაობიდან და გადის ამ გვირაბიდან. ის ხედავს მაშინვე სინათლეს და ეს სინათლე პირველ რიგში არის მისთვის მტკივნეული და აი მატრიცა ვის გაქვთ ნანახი? და აი მაგალითად როგორც მატრიცაშია ხო მორფეუსს ეუბნება ნეო ეს ჩემი საყვარელი მომენტი არის მაქედან რომ თვალები მტკივაო ესეთ რაღაცას ეუბნება და მორფეუსი პასუხობს თვალები იმიტომ მტკივა რომ პირველად ხედავ რეალურად ანუ შენ ახლა სინათლე დაინახე და მაგიტომ მტკივა თვალები სინათლის დანახვა და სინამდვილესთან შეგებება, აი ადამიანებს ზოგჯერ გვაქვს ხოლმე საკუთარ თავზე წარმოდგენა, ყველაფერი შევძლებ, ყველაფერი გამომივა, მაგრამ როგორც კი რაღაც წარუმატებლობა გვექნება ხოლმე ცხოვრებაში, მაშინვე ის წარუმატებლობასთან ანუ რო შევეჩეხებით ამ წარუმატებლობას, ეს არის მწარე და ზოგჯერ გვტკენს თვალებს და ამიტომ სინათლე ყოველთვის არ არის რაღაც, რაც გვესიამოვნება. სინათლე შეიძლება იყოს ის სარკე, რომელშიც ჩავიხედავთ და რომელიც ზოგჯერ თვალს გვატკენს და აი აქ მაქვს ზუსტად ეგ ფრაზები გამოტანილი რომ სინათლე პირველად თვალს ტკენს და სინათლის დანახვა არ ნიშნავს სინათლეში ცხოვრებას. აი ზუსტად ეს ოჯახიც მაგაზე მქონდა აქცენტი რომ იყურება სადღაც ჯურღმულიდან ხედავს სინათლეს, მაგრამ ის სინათლე რეალურად მისი არ არის. უბრალოდ ხედავს, უბრალოდ უნდა, აი გოლუმის ბეჭედი როგორც არის, ხო? ანუ ხედავს, იცის რომ ეს ჭყვინავს და რაღაც თითქოს ზვირიანი და ფუფუნება, მაგრამ ვერ აღწევს მას და ვერ იაზრებს საბოლოო ჯამში საიდკენ მიყავს ამ ბეჭედს. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, ვისაც ეს მითოლოგიური ამბები ცოტა გიყვართ, ეგვიპტური ურობოროსის შესახებ შეგახსენიათ, ეს არის გველი, რომელიც წრეზე ტრიალებს და თავის კუდს ჭამს. ეს ესე რომ განვიხილოთ რა შეიძლება იყოს, აი რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ მაგალითად თქვენ. არის თუ არა ეს მაგალითად საწყისი რაღაცის, რაღაც განახლება. ანუ ერთსა და იმავეს აკეთებს ეს ასე ვთქვათ გველი, მაგრამ ეს არის ყოველი ახალი შანსი. რაღაცის დაწყება თავიდან, რაღაც ციკლი, მაგრამ აქაც პაროდია არის ამ ამბის ამ ფილმში და ფილმში გველი კუდს ჭამს არა იმისთვის, რომ ხელახლა დაიბადოს, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს და ჩემთვის მაგალითად აი სიმბოლურად ეს გველის წრე არის, როდესაც ისინი პიცის ყუთებს ფუთავენ. მუდმივად მოძდით ყოველდილით ეს პიცის ყუთები, ერთსა და იმავეს აკეთებენ და აი ნახავდით კიდეც როგორ ასწორებენ, რომ აი დეტალებში უნდა მიიტანოს და ზუსტად შეფუთული უნდა წარადგინოს და აი ეს არის ზუსტად ჩვენი ყოველდღიურობა გაშარჟებული, ესე ვთქვათ, ანუ არა ახალი დასაწყისი, არამედ ერთი და იგივეს გამეორება. რატომ ქვია ახლა ამ ფილმს პარაზიტი? ცოტა ამ კუთხით რომ დაგაფიქროთ და მე რა მსჯელობაც გვექნება თავისთავად. ეს ამოვიწერე უბრალოდ სტანდარტული განმარტება რაც არის. პარაზიტი ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე არსებები არიან. ისინი მასპინძელ ორგანიზმებს ართმევენ საკვებ ნივთიერებებს და მრავლდებიან. აი გაგიჩნდათ თუ არა ეს დამოკიდებულება სამწუხაროა და ცუდი სათქმელია, მაგრამ თვითონ ამ ადამიანების მიმართ. კი. კი, ნამდვილად მარტივი არ არის. გადარჩენის ინსტინქტი. როდესაც მე ჩემ თავს უფრო წინ ვაყენებ და მე შენ აი ნახეთ პატარა განსხვავებას დაგანახებთ უბრალოდ ესე კაფკას მეტამორფოზა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი
და რა თქმა უნდა მე კაფკას მწერად ქცევას არავითარ შემთხვევაში არ ვადარებ იმ პარაზიტს, რომელსაც ახლა ჩვენ საუბრობთ, მაგრამ ნახეთ, შედარება შეიძლება გავაკეთოთ იმ კუთხით, რომ კაფკას მეტამორფოზის გრეგორ ზამზა რამ აქცია მწერად, ის აქცია იმ გარემოებამ, რომელშიც იმყოფება. მაგრამ ნახეთ, ეს გმირი იაზრებს, რომ მწერად იქცა, მას შეუძლია ზედა კადრით დაინახოს თავისი თავი, სინდისმა გადმოახედოს ზემოდან და რაღაცნაირად შეიგრძნოს, რომ ის მწერად იქცა. ანუ თავისი ყოფა ასეა თუ ისე გაიაზრა და მიხვდა, რომ ეს რაც ხდება ცუდია. მაგრამ ჩემთვის პირადად, რა თქმა უნდა, თქვენი აზრი გაგაჩნიათ, მაგრამ ეს ხალხი ვერ იაზრებს თავიანთ პარაზიტობას. ისევე როგორც კაფკაში ისე მშობლები და ვერ იაზრებენ, იმედა და პარაზიტები არა ეს არის გრეგორი. გრეგორი. გარდაიქცა რამე ისე მშობლები. და ეს როდესაც კვდება, რეალურად ისინი ხვდებიან, რომ ადამიანები არიან და ამაში არ მეტამორფოზა იწყებენ. კი, ანუ ზოგიერთი ადამიანი სინდისით იწყებს ქმედებას და იაზრებს რა ყოფაშიც არის და რა უნდა განავითაროს და საითკენ უნდა წავიდეს და ზოგი ადამიანი უბრალოდ ამჯობინებს, რომ ესე პარაზიტივით გადაადგილზე და სხვას გამოართვას საკვები ენერგია და აქვე უბრალოდ ვახსენებ ამ ბიბლიური მხეცის ამბავს და ლევიათანს, ანუ უფრო დიდი სურათით რომ დავინახოთ ეს გარდასახვა და რაღაცა ცხოველად გცევა, რა შეიძლება მივაწეროთ და თვითონ ეს დიდი სურათი და ეს დიდი გველეშაპი, მოდი ესე დავარქვათ, არიან თავად მდიდრებიც და ღარიბებიც და აი ამ დიდ რაღაცა მწერში ერთად არიან მოქცეულები, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც პარაზიტებად მივიჩნევთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეაბიჯეს იმ ოჯახში, თვითონ ის ოჯახიც არ არის თლად სუფთა. აი ვინმეს გაგიჩნდათ მაგალითად ის წარმოდგენა, რომ თავად ის ოჯახიც თვითონ იდეალურია. არა, პარაზიტები ცხოვრობენ კი. შრომაზე. კი. ხო, მაგრამ კი, ანუ ყველა ერთმანეთის პარაზიტია, თითქოს რაღაც ეგეთი ილუზია იქმნება. მაგრამ ამავდროულად მე პირადად ემპათია გამიჩნდა ამ ოჯახის მიმართ, რომ მაინც არ მინდა რომ ემათმა გაიგონ და არ მინდა რომ რაღაც უკმაპურის გარეშე დარჩეს. ანუ თანაგრძნობა გაჩნდა ამ ოჯახის მიმართ. ისა რომ ეს ოჯახი სწორად არ იქცევა, იმიტომ რომ მართლა რა თქოს სინდისის ხმათან ეს შესაბამის ინტელექტი აქვს, რომ ამაზე დაფიქრდნენ. მაგრამ ამ ინტელექტს მაგისთვის კი თითქოს აი ის გოგონა რო ეკითხება უფრო სწორედ მამამ რო კითხვა დასვა წინამძღოლზე თითქოს გაჩნდა ისინი და მაშინ ვიახშობენ. ანუ აქვს იმ ინტელექტი რო ეს არსებობდეს მათში, მაგრამ არ აღიზრდებიან. ხო, მაინც და ესეთი ბოროტები წერტყლები არიდნენ. კი. როდესაც შეცოდების განცდომა. ხო, მაგრამ დაცვაზე არ გადავიდა ეს კაცი. ეს კაცი უბრალოდ გასაღების აღება უნდა რომ თავისი უწყებები გაეყვანა და იქ რა მოხდებოდა, ვინ ვისხოცავდა სახურს მოყავდა, მას აღარავითარი არ გამოიწვია. აი, ხალხი იხოცებოდა და ის გარბოდა იმის მაგივრად და მოხარებოდა და ისიც პარაზიტი. კი. ყავდა სუდად შენც გაიქცევი რეალურად. ანუ მე ამაში არ ვთანხმდები. არა, ადამიანი რო კვდება გვერდით, შვილი არ კვდებოდა. ანუ კაც რო ქონდეთ, ფული დაიქირავებთ მოსამსახურეს და არა, მაგრამ კლაუდერი მოსამსახურე. აი, ხალხი დაიხოცა და მასწავლებოდა რა შვილი უგონოდ კონჩხოში არ როგორ გული წავიდა. რა იქნა, სხვა უნდა გადაეჩინა და მისი შვილი უგონოდ მყოფი ბავშვი, ეს უნდა დაეტოვოს. აქედან გამომდინარე ის ვიღაცა სამსახურიდან გაათავისუფლო, ეს არის ოჯახად არის უარყოფითად ნაკლებად, ხო. აი, ქვაზე მინდა რომ გავაკეთო აქცენტი, მაგალითად, აი მე ძალიან მენიშნა ამ ფილმში რამდენჯერაც არ უნდა უყურო, აი ეს ქვა რაღაცა თავის სიმბოლურ რაღაცას ატარებს, ხო? და ქვა, რომელსაც სიმდიდრე უნდა მოეტანა და ამ როგორც ეს სიმბოლო ესე შევიდა ამ ოჯახში, რეალურად ემსგავსება ტვირთს. და თუ შეამჩნევთ, რამდენჯერ მეახსენებს თვითონ ის მთავარი გმირიც, კივუ, რომელსაც ქვია, რომ გამობმული აქვს ფეხზე რაღაცნაირად ეს ქვა, ანუ სიმდიდრისკენ ტოლვა თითქოს რაღაცა მძიმე ლოდად იქცა, რომელსაც ვეღარ იშორებს უბრალოდ ფეხიდან, გულზეც დაიდო და რაღაცნაირად, აი საბოლოო ჯამში შეუყვარდა კიდეც, აი რაღაცა მიეკრო გულში და ეს სიმძიმე დააქვს ისე რომ
ამ სიმძიმის იქით ვეღარ ხედავს ვერაფერს. ანუ დამძიმებულია როგორც გარედან, ანუ სამყაროს რაღაც აი ამ ნასროლი ტყვიებიდან, ისევე შიგნიდანაც, იმიტომ რომ ეს ქვა რაღაცნაირად თვითონ ქვა გახდა, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცნაირად გაუტოლდა ამ ქვას და აი სიზიფეს მაგალითად აი კამიუს მიმართულებით რო ვახსენოთ ეს სიზიფე ვინ არის, ხო? ანუ ჩვენ წარმოგვიდგენია როგორც ადამიანი, რომელიც რუტინულ სამუშაოს აკეთებს, დაგორდება ეს ლოდი, ისევ აიღებს აქვს ზემოთ მწვერვალზე ეს ლოდი, ისევ დაგორდება და ამას აკეთებს მუდმივად. მაგრამ აი მაგალითად კამიუს სიზიფეს მითში კამიუ გვეუბნება, რომ მოდი ვცადოთ და ცოტა ხნით სიზიფე წარმოვიდგინოთ ბედნიერ ადამიანად. და როგორ შეიძლება, რომ ეს დაგორებული ქვა და ისევ ატანილი და ისევ დაგორებული ცოტა ხნით ბედნიერებად ვაქციოთ. აი ზოგიერთ ადამიანს მაგალითად შეუძლია ამას სხვა კუთხით შეხედოს და წარმოიდგინოს, რომ ყოველი ახალი ქვის ატანა მწვერვალზე არის რაღაც ახალი შანსი. ანუ რაღაცის შანსი გეძლევა, რაღაცის გამოსწორების შანსი გეძლევა და წინასწარ არ იცი, რომ ეს თავისით დაგორდება. შენ თუ წინასწარ იცი, რომ რაღაც არ გამოგივა და ეს ლოდი ისევ დაგიგორდება, ჩვენ რადგან გვეუბნებიან, რომ სიზიფე ესეა და ესე არის მითი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ამ ჩარჩოში უნდა მოვექცეთ და მიუყვეთ ამ ყველაფერს. ხო, ანუ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ აი გვთავაზობს, რომ მოდი წარმოიდგინეთ, რომ ეს ყოველი ატანილი ქვა არის რაღაცნაირად ახალი ცხოვრების დაწყების შანსი და რაღაც ახალი შესაძლებლობა. მაგრამ ამ გმირისთვის ეს არის მაგალითად ლოდი, რომელსაც ვეღარ იხსნის, ვეღარ იშორებს და საბოლოოდ თვითონ იქცევა ამ ტვირთად. ბოლოს ძალიან კარგი ის არის, წყალში დევს და მე თუ მკითხავთ მეტამორფოზა ვინც გაიარა ეგ ბიჭმა კი თავისუფლდება და წყალში თავისუფლდება და ზუსტად იცის და ის წერილიც მამის მიმართ აბსოლუტურად ну მეტნაკლებად ჯანსაღი ყველას აქვს შეცდომის უფლება მე ვფიქრობ რომ ეს ფილმი ამაზეა რომ ყველა უშვებს შეცდომას თავარია გამოსწორების გზას მივაგნოთ როგორმე დაუშვი და რა არ გამოგივიდა ისე ყოველგვარი განსჯის გამკითხვის და უბრალოდ ესე რომ ვთქვათ შრალი შეფასების გარეშე ხო შრალი შეფასების გარეშე რომ ადამიანი ხარ ემოცია გაქვს ყველას უნდა კაი ცხოვრება ყველას უნდა რომ იყოს ბედნიერი მაგრამ თუმცა სხვადასხვა მეთოდი არსებობს რითი მივალთ აქამდე ასევე ძალიან სხვადასხვა არის აღქმა რა არის ვიღაცისთვის ბედნიერება კეთილდღეობა სიყვარული ასევე იმიტომ რომ ყველას ერთნაირი აღქმა სიყვარულის არ აქვს ვიღაცისთვის ეს არის დაუზოგავი შრომა ვიღაცისთვის ვიღაცისთვის ეს არის რაღაც ემოციის ანიმის ღიმილის გაზიარება ყველა სხვადასხვა გზა აქვს ამის გამოხატვის მდინარე ეს ფილმი არის მე თუ მკითხავთ არჩევანზე რომ ადამიანებმა ეს გაიარა თქვენ თქვით ხო არჩევანი მოვიდაო სიტყვა კი მე ვფიქრობ რომ აი ანუ მძიმედ მტკივნეულად მაგრამ მაინც გაიარა და მიაღწია ამ გზას კი არ არის იგივე გმირის მოგზაურობას რა ტკივილს არ გაივli არანაირი მეტამორფოზა თავარია ამ ტკივილს გაუძლო ესე ვთქვა და ტკივილმა მიგიყვანოს იმ წერტილამდე სადაც შენ თავთან ხარ ყოველგვარი გარე სამყაროს ეგოს გარეშე რეალურად მე გაშიშვლებული და ნამდვილი კი და როგორი ვარ ჩემი პლუსით მინუსით და კიდე ნუ რაღაცა იმიტომ რომ თუ არ გაქვს ორი მოცემულობა მესამე ვერ იქნება ხო ქალი და კაცი თუ არ იქნება ბავშვი ვერ გაგეცდება უკაცრავად ესეთი სამედიცინო ხო ეს რაღაც მოცემულობა შესაბამისად უკვე უფრო მრავალფეროვანია ვიდრე თითოეული ისი მშობელი ხო აქედან გამომდინარე მას კიდე სხვა შესაძლებლობები ემატება გარდა იმისა რაც ქონდა მის მშობლებს აი რომ ჩადო სუფთა წყალში თითქოს ხელები დაიბანა ჩემთვის ეგრე იყო და აი ეს ყველაფერი ცუდი თითქოს არც იყო ანუ ატარა და უკვე გადადო და მამა როგორც ასწავლიდა დაივიწყეთ იქ რაც იყო ეგეთი შეგრძნება დამიბადა რომ ამან ხელები დაიბანან გადაწყვიტა რომ ის პილატე გააკეთა ხო ზუსტად ეგენა ჩადო კამკამა წყალში და ანუ წავიდა იმ სახლში ვის უბედურებაზეც აპირებს ახლა ბედნიერების აგებას ასე იმიტომ რომ იქ მსხივია ანუ ჩემთვისაც ესე ანუ მზად არის ხელახალი მოგზაურობისთვის ოღონდ ისევ ისეთ სტილში როგორცაც ამას აქამდე აკეთებდა როცა ამბობს რომ ინსტიტუტში ჩავაბარეთ კი ანუ პირობას დებს კი ეს არის კი იქ პრინციპი ცოტა კიდე იცით რაც არ მერის მოხალისეობაში იგივე ადგილას გონდები ოჯახი აი ესეთი რაღაცა ძალიან მოფრენა და ეს მარტი ოჯახის სიხარი
ცხოვრებაში. ანუ ესეც რაღაცნაირად დასაფრთხოებელია, რომ ჯანგონიერები იყვნენ თუნდაც როგორ მოიყვნენ. ესეთი ინფანტილურმა ხალხმა როგორ შეიძლება ესეთი ქონება და როგორ შეიძლება? კი, ეგეც კარგი კითხვაა. კი, ანუ როგორ შეიძლება გამდიდრდე იმ სამყაროში? კომპანიაში გვაჩვენეს როგორც გუმოდგინეთ და ხალხურ ადგილას მუშაობ. მაგრამ არასდროს არ დაინტერესებულა თუნდაც პირველი მოსამსახურის ოჯახი. მთელი ცხოვრება იმათთან იყო და ქმარი სიღრმეებში არ ჩადიან და ეს სიღრმეებში ვერ ჩასვლა არის ზუსტად ის მეტაფორა, რას იმ სარდაფში, იმ სახლში რაც ხდება, ქვემოთ, ძირში, ზუსტად. ანუ ეს ოჯახი სიღრმეებში ვერ ჩადის რეალურად, ამას გვიჩვენებს. ზედაპირული ხალხია, კი. ფასადური აი ძალიან ცუდად ბოდიში. მოიკიდა რომ გასაღებია იყო ადამიანი ემპათია არ აქვს იმათ ადამიანებად არ აღიქომენ იმებს. შეიძლება უთხრა რაღაცა. და ზუსტად მაგან გააბოროტა მე საბოლოოდ. მან შეშანტორი თქობა რომ ის ხულზე ხელს მოიკიდა ტიპი გაჭედავს უბრალოდ ეგრევე დანას აიღებს და აი თუნდაც წვეულებაზე ის გამტრაჭული პეპლები რომ მოდიან და იქ რა სიღარიბია და ეს რაღაც ძალიან დაფრინა, რაღაც ესეც აი საფიქრალი კითხვა ერთი თუ გნებავთ მიპასუხეთ თუ არა და უბრალოდ ესე იფიქრეთ თქვენთვის როგორ გაქვთ ამის სურვილი თქვენინება რას ფიქრობთ როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი სარდაფიდან ამოსვლა და სარდაფში ჩასვლა მნიშვნელოვანი ჩვენ არასოდეს ყოფილიყოს ჩვენ სარდაფში კი აი ზუსტად ის მოყავს ახლა საიტკენაც მივდივარ და გითხარი ეს მა რას გულისხმობ უფრო ზუსტად რაღაცა ჯორომულებში მე გავაკეთეს რომ აქ არასოდეს არ ყოფილა ნაზარეველი ისეთი სიღრმეები გვაქვს სადაც არასოდეს სინათლის სხივი არ ჩაწვდენია და ეგრე პრობლემა ზოგჯერ გვეშინია კიდეც მანდ ჩასვლის ან ზოგჯერ ნახეთ ბევრნაირი ვერსია არსებობს ზოგჯერ შეიძლება არც ვიცით რომ არსებობს ეს სამყარო ჩვენში ზოგჯერ უბრალოდ შიში გვაქვს რომ ეს გავაღოთ და ზუსტად აი გმირის მოგზაურობას რატო ებმის ყველაფერი შენ რომ ის სიკვდილი და ტრანსფორმაცია გაიარო და რაღაც ძღვენით დაბრუნდე სახლში და ლამპარი და ჩირაღდანი გეჭიროს ხელში იმ ქვესკნელში თუ არ ჩახვედი და იქ თუ არ დაინახე როგორ ანათებს ეს სხივი თუნდაც შენგან წამოსული ვერ დაბრუნდები იქიდან და ვეღარ ამოხვალ ხელახალ დაბადებას ვეღარ იზავ ანუ ვერ დაიბადები თავიდან და რატო არის საჭირო ეს ხელახალი დაბადება უბრალოდ გაიაზრო რომ აი სარდაფი მაგალითად ისევ სარდაფს რომ დავუბრუნდეთ ხო მხოლოდ გარედან შემოსულ ახლა სიმბოლურად ეს შუქიც მიყურებს და მხოლოდ გარედან შემოსულ შუქზე გაქვს აქცენტი და იქიდან შემოსული გონია და მოგწონს კარგი მაგრამ სინამდვილეში არ ვიცი მე მგონი რუმის სიტყვებია ხო რომ შეკაი ადამიანო ჩაიხედე იქნება შენში არის ეგ სინათლე ის სინათლე რომლითაც ანათებ და არ არის საჭირო ეს სადღაც გარეთ თვალების ცეცება და დანახვა თავარია რომ შიგნით ჩაიხედო იქნებ შენ შეგიძლია გაანათო ის შენი სარდაფი რომელშიც იმყოფები ხო მოცემულ მომენტში შემდეგ თვითონ სახზე გავაკეთოთ ხო სოფო ბოდიში სარდაფიდან ეს არის შუქს კი ხედავდა შუქსაც კი არის ხო სინათლე რასაც უყურებთ ხო სიბინძურე და სიბინძურე კი ისევ სიბინძურე და ბოდიში ამაზე რო ვაკეთებ აქცენტს მაგრამ რომ მოშარდავს ხო იქვე ადამიანი ანუ იქაც კი სიბინძურია დანახულ გარემოში არ პროტესტი არა ამ რეალობაში ცხოვრობ სტუმარი პირველად იმაშობა მე რეალურად ერევა ამ პროცესში სტუმარი კი აი იქ სიგარეტს ვეწევ იქ როგორ უნდა მოვწიო იმ პირობაში იქ ანუ მოცემულობას ერგება არ არის ესე რა მოცემულობაშიც უწევს ყოფნა იმას ეგუება კი ამბიცია რომ უკეთესი ქონდეთ უცებ მოდის სტუმარი რეალურად ეგ არის აჩვენებს იმ საფს და კონცენტრაცია ხდება ის გონიათ ამოსავალი წერტილი შემდეგ დაბრუნება უნდა კიდე ანუ ნახე მიზანი არ ქონდა უცებ ამ ბიჭმა ანუ შეუძლია მიზანი და კონცენტრირებულება არის იმ საფზე დაბრუნებაც კიდე იქ უნდა მიუხედავად იმ ისა რაც თავს გადახდა არც ერთი არ მუშაობს და სახლი აქვს ცალობა აი კი ანუ მე კიდე აი ოჯახთან კიდე ნახე ოჯახთან კი ტრაგედიაშია და ან ნახეთ მე ისეთ მომენტა ოჯახი არ განაპირობებს ამათ ამ საქციელს ცალკეულად აღებული ის ტრაგედია მათი ეს ინდიფერენტული დამოკიდებულებით ზედაპირულობაც მაგრამ ვფიქრობ რომ იმ ოჯახის საქციელით ეს არ იყო განპირობებული ამათ ეს ფოროტული და წინასწარ განზრახული ხო ხდები რასთან სიტუაცია ამიტომ ანუ ჩემი ეს მიზეშედეგობრივი კავშირი მანდ არ არის რომ დამხოვა იყო და ის ტრაგედია
კი, თქვენ გიდათ რაღაც ეს მდიდრების მოწყვლადი ტიპები იყვნენ და მსხვერპლი, ანუ მსხვერპლი, აი ბულინგის მსხვერპლები რო არიან, რო ის. ხო, აი ეხლა მდიდრების გადმოსახედიდან მინდა რომ ზუსტად დავინახოთ ეს ყველაფერი. ესეთი გულუყვილ რო აი ყველაფერი ესეთ აემთხვა, აი თვითონ იზიდავდნენ, რომ აი ესე მოგცემდნენ, ეს მგონი ეს მდიდრებიც არის. კი, შეიძლება. აი ხოხტის კლავიდა. არაკნების წამალს რო უშვებენ. კი. ყველა ირჩება იმ მამის გარდა. მიჩვეულებრივად მიჩვეულია სიტუაცია. ეს არის ჩვეული. არ არის, ანუ მან თავარი ტარაკნის სიმბოლო ეს სწორეულება რა, ეხლა აქ შუქი აი ისა რომ მოვიდნენ რომ დაბრუნდნენ. პირველი ეს გაიქცევა, რომ შუქს რო ვატებს აქ. კი. სიქიდანაც ეზოდანაც მასი. მან იდეაში მე ესე ვხედავ რომ ეს კაცია, ეს მამა არის თავარი ტარაკანი. ის ყოველთვის გადარჩება. ყველა სიტუაციიდან გამოზრება. კადრი, პირველი კადრი, გამხსნელი კადრი, შემთხვევით რა თქმა უნდა არის. ტარაკნების წამალს უშვებენ, ოჯახის წევრები იხჩობიან და ეს კაცი კმაყოფილი სახით და მაშინ აი გურამ უბრალოდ ჩაგეკითხები რომ მაშინ როგორ ახსნიდი აი ბოლო მომენტში ხო მანქანაში სცენა რომ არის და ქალი რომ ცხვირზე ხელს იკიდებს ხო რომ ამ კაცს სუნი ასდის რა თქმა უნდა გაბრაზდება და ესე გააკეთებს რომ ნახოს მართლა რეალურად ასდის თუ არა სუნი მაგრამ საბოლოო გადამწყვეტი და იმ დონეზე გადამწყვეტი რომ კვლელობაზეც კი მიდის აღმოჩნდა როდესაც ამ კაცმა ისევ სუნზე გააკეთა აქცენტი ანუ აქ რა მოხდა ამ შემთხვევაში გაიაზრა ეს თავისი სუნი და ტარაკნობა თუ საითკენ მიდის მაშინ ეს გადაწყვეტილება რომ ადამიანს რაღაც მომენტში ანუ როგორც ყველა ჩვენგან გვაქვს შკალა სადაც გვეხება რაღაც თემა. ანუ ზოგისთვის ეს არის რაღაცა ვთქვათ. უბრალოდ ცუდიში გამოხედვა და ვიღაცისთვის რაღაცა. ამ კაცს ეს თემა მოედო როგორც ჩანს. იმ ფასადზე გაცნობიერა, ანუ თავის სარდაფში თვითონ პირველ მაშინ ჩაიხედა. დაინახა რომ მე ესენი ადამიანად არ ვთვლიან. კი, ტარაკანა ვარ. წამიერად იკეთა მაგ მომენტმა, მაგრამ მომენტალურად ეს იყო ერთჯერადი აფექტება და როგორც კი ეს აფექტი დამთავრდა, ისევ ტარაკნის როლში გადავიდა, იმიტომაც ბრუნდებას არ ისევ სარდაფს ეძებს. არსად არ ვიცი, იმიტომ სარდაფი ეს სარდაფი და ტარანტინოს სარდაფი აბსოლუტურად სხვადასხვა სარდაფებია. ტარანტინოს სარდაფში ტიპი ბრუნდება, იმიტომ რომ იქ უნდა მოაგვაროს თავის პრობლემა. ეს ამ სარდაფში იმიტომ კი არ ბრუნდება, რომ მოაგვაროს. კომფორტი ელოდება. კი. აბსოლუტურად განსხვავებული. მაგრამ მას მგონია რომ თქვენ ამ გოგოს მანქანაში როდესაც შეამჩნიეს ბიჭი კაცის სონს ფეხზე ქონდა გახდილი თუ შეამჩნია და პირდაპირ ამ კაცის ცხვირთან ქონდა ფეხები ხო, კარგი დეტალია ეგეც კი. და მე მახსოვს ამ კაცმა ცოლს გაუხანა ხელი, როდესაც ტარაკანს შეადარა. და ალბათ ნუ როგორც დაბანებულმა თქვა, ეს სიტყვა ტარაკანი მასზე იბედა. კი და მე გადააქცია რომ თითქოს ხუმრობდა, ხო? ეგეც კარგი პარალელია. და მაგ დროს რეალურად არც ხუმრობდა, შეიძლება ესე ითქვას, ხო? ქალიც მიხვდა რომ გამკეთებელი იყო და სიცილში გადაიტანა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეგუებულები იყვნენ ერთმანეთს. კი. რაღაც თქვა გინდა და აუგუნიშნა ბოლოს რაც გააკეთა მაგ ბატონმა რო არის განწავიდა რა მან დამამძიმებელი ფაქტორი ის იყო რომ შვილი და ან ბიჭიც დაინახა რომ ყוლებოდა ბოლოს და ვფიქრობ რომ მან უკვე შვილების აი ამ რაღაცა გადაძალა და იმიტომ აჯობა ტარაკნობას და იმიტომ აი რას ფიქრობთ შობლობის ინსტინქტი აქვს ამ ხალხს აი თქვენი აზრი მაინტერესებს მაგ მომენტში მე დავინახე რომ საიდანღაც კონდა და კი, საიდანღაც ამოხეთქა. ამოხეთქა, იმიტომ რომ ზუსტად ქალიშვილი ხდება, იქ ბიჭს დაიფიქსირა რომ გაყავს იმ გოგონას. ანუ რაღაცა წამიერი გააზრება მოხდა თითქოს. რომ მას პრინციპში მომავალი. აი თითქოს კომიდან რომ გამოგეღვიძება რეალობას აღიქვამდა და მე ვაღოთ მე ისე ვიგბრუნდები იმ ღრმა ძილში, საიდანაც მოდიხარ. ანუ რეალურად წამიერი გააზრება ხდება. და ის სარდაფიდან ამოსული ის პირველი კაცი ხო ამის თვალს კლავდა თან და ეს დაეფარა იმ გასაღებს. და ანუ ის იმას კი არ ცდილობდა გადაერჩინა გასაღები მომეციო და ანუ მაინც როგორ მატერიალურზე დადის ეს ყველაფერი ხო არანაირი სულიერი რაღაც წიახსვლები აქ არ არის ანუ მაინც გასაღებზე და მაინც ის გასაღები არ გადაეძუთა გასაღები ჯიმში ქონდა თავისული წაეყვანა რომელიც მომაკვდავი იყო კი მაგრამ აქცენტს მაინც გასაღებზე აკეთებს გასაღები გადაუგდოს ფას იმიტომ რომ ახალი მონობის და ადამიანის მით უმეტეს აღმოსავლურ კულტურაში ყველა აღმოსავლურში
ვინც არის მეფე, ესე რომ ვთქვათ, იმ ოჯახში ის კაცი იყო მეფე, ეს იყო მონა. კი. მის ქვემოთ მდგომისთვის ეს იქნება მეფე და ის ყველაფერს იგივეს გაუკეთებს. ყველა მონა, რომელსაც ვიღაც დაექვემდებარება, თავს მეფედ იგრძნობს აუცილებლად, კი. აუცილებლად. აი ეგ თემა არის, მათ გაიმას ხაზგასმული, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამწარებულია და დააფიქსირა, შვილი გოგო ხდება, ჯერ ბიჭი არ ყავს დაფიქსირებული. ვერ ბედავს, ანუ გამბედაობის მომენტი არა, აი ზღურის გადადგმის მომენტი. კი, ისევ გმირის მოგზაურო. გმირის მოგზაურობაში მტოს, გმირის მოგზაურობა ძალიან საინტერესოა. კი, მაგიტო ვთქვი, რომ თითქოს ცოტა პაროდირებული არის ეს ყველაფერი. პაროდირებულიც შეიძლება პაროდირებული დავარქვათ, შეიძლება უბრალოდ ის ვარიანტი, რომელიც ამ ხალხისთვის იყო. ამათზე მორგებული, კი. ამათვის ხელმისაწვდომი, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ეს გმირის მოგზაურობაც ესე არ არის. აი ესია, სპირალზე. წრე არის, კი. არის, რომელიც სპირალზე, იმიტომ რომ ყოველი დაბრუნება შენს სოფელში ესე ვთქვათ, საიდანაც დაიწყა სიარული. იქ რო ბრუნდები რეალობა სხვანაირი, რომ შენ შეცვლილი ხარ და შენი აღქმის φιλტრები და ყველა დანარჩენი შეცვლილია. ყველაფერი შეცვლილია და იქ აბსოლუტურ სხვა რეალობას ხედავ. და ამ აბსოლუტური სხვა რეალობიდან უკვე სხვა მოქმედების პატერნები და სხვადასხვა თვისებები ძლიერდება, ზოგი სუსტდება, ზოგი შეიძლება უბრალოდ დაბალანსდეს. მთელი თემა ამ გმირის მოგზაურობის არის, რომ შენი პლუსი, მინუსი, ჭრილოვანი და ესეთი ნათელი მხარეების დაბალანსება, იმიტომ ყველა ჩვენია და თითოეული მათგანი ქმნის ჩვენს იდენტობას. არა პიროვნულს. პიროვნულს ქმნის ეგო. და ეგო რომ არპაშებს კი არა. კი, აი ზუსტად მაგაზე მინდა ეხა ყურადღების გამახვილება. აი ჩვენ ვილაპარაკეთ სარდაფზე, ხო? ანუ საცხოვრობდა ეს ხალხი ნახევრად მიწაში და ნახევრად რაღაც სინათლეში, ანუ სადღაც შუა ზღვარზე. ერთი ნაბიჯი რო აშორებს საბოლოოდ ჯურღმულში ჩავარდნას და ერთი ნაბიჯი რო აშორებს, რომ თუ მასში სინდისმა და სინათლემ შემოაღწია, როგორ შეუძლია ამაყად ავიდეს ზემოთ, ხო? და აი თვითონ ეს სახლი, მდიდრების სახლზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, თვითონ ეს სახლიც როგორი სიმბოლური და რაღაცნაირად სამად დაყოფილია, ხო? ჩვენ ფროიდის მიხედვით აი ძალიან ესე შეიძლება დიდად კავშირში არ იყოს, მაგრამ მაინც ესე რო შევადაროთ, ანუ ის იდეის რაღაცა რაც გვიკაკუნებს მუდმივად და გვებრძვის ქვემოდან, რა ვიცი, შიგნიდან, რომ აი გამომიშვი რაღაც დაუკმაყოფილებელი შეგრძნებები, წარმოვიდგინოთ, რომ არის იმ სახლში არსებული სარდაფი, იმ არაცნობიერში არსებული რაღაცა საშინელებები, რომლებიც ზემოთ არ ამოდის, დახურულია. ის შუა ნაწილი წარმოვიდგინოთ როგორც ეგო, მაგალითად, ჩვეულებრივად ცოლქმარი ბედნიერია, ბავშვებიც ბედნიერები არიან, ზოგჯერ ღვინოს დალევენ საღამოს, ყავას დალევენ, ისაუბრებენ ასე შემდეგ და სუპერეგო, ანუ ის რაღაცა გარე ფასადი, რაც ამ სახლს აქვს, აი ეს თუნდაც ის წვეულება, ხო, რაც გააკეთეს, არის უკვე ის შენ როგორ აჩვენებ შენ თავს უკვე გარემოს. ანუ ერთია სარდაფში რა გაქვს, მეორეა სახლში რა გაქვს, იდილია იქნება ეს თუ პირიქით რაღაცა დარღვეული სიტუაცია და მესამე არის ის, რას ვაჩვენებთ კიდევ სხვა ადამიანს. ანუ გარეთ რა გაგვაქვს? რეალობა, რომელიც ჩვენშია, თუ რაღაცა ვფუთავთ რაღაცნაირად და გარეთ გამოგვაქვს. ანუ შეიძლება აი ეს წვეულება ზუსტად რაც მოეწყო, ზუსტად ეგ არის, რომ არაფერი არ გვიჭირს, ყველაფერი კარგად არის, ტორტსაც ვჭამთ, მუსიკასაც უკრავთ და ყველაფერი იდეალურად არა, მაგრამ რეალურად ეს სახლი ზუსტად აი ამ იდეზე არის დაშენებული. წვიმაზე მინდა აქცენტი რო გავაკეთოთ, აი წვიმის სიმბოლიკა თუ დაინახეთ ფილმში და აქ გამოვიტანე ერთი ფრაზა, რომ ერთი და იგივე წვიმა მდიდრებისთვის უხერხულობა, აუწეულება გაგვიფუჭდება, სკამები გაგვიფუჭდება, ასე შემდეგ და ღარიბებისთვის ეს არის კატასტროფა. აი ცოტა ესეთი ბიბლიური ნარატივით რო შევხედოთ, აი წვიმა რა ასოციაციას შეიძლება იწვევდეს. ხო, აი წვიმა არის მაგალითად განწმენდის რიტუალი. აი რაღაც უნდა წამოვიდეს ეს წყალი და რაღაცა დაიწმინდოს, აი თუნდაც ის ქვა ჩადებული წყალში, ხო? ანუ წყალი ასეა თუ ისე, მაინც რაღაცნაირად სისუფთავესთან ასოცირდება, რაღაცის გაწმენდასთან ასოცირდება და რაღაცისგან გათავისუფლებასთან ასოცირდება, მაგრამ წყალიც კი ამ ადამიანებისთვის არის დამღუპველი. როდესაც წვიმს, მათ სახლშიც წვიმს და დატბორილი, აი მოდი ახლა მინდა რომ წარმოიდგინოთ, ისედაც სარდაფი, სადაც ცხოვრობენ, ბრუნდებიან ამ სარდაფში და ეს სარდაფიც კი დატბორილია. ანუ თვითონ ის სარდაფიც კი დამახინჯებული არის. ანუ ორნაირ სიმახინჯეში შედიან, ხო? ერთია რომ სარდაფია და მეორე იმ სარდაფიდანაც კი უწევთ გამოსვლა, იმიტომ რომ დაიტბორა და ისიც აღარ არსებობს. ანუ
ვერ ხვდებით ყველაზე ცუდსა და ძალიან ცუდსა და უფრო უარეს შორის რა განსხვავება შეიძლება იყოს. ნახეთ, სარდაფი თუ კომფორტად გეჩვენება, შეიძლება ის სარდაფიც კი ოდესღაც უფრო უარესი დაგხვდეს, ვიდრე აქამდე იყო. ანუ დატბორილი სარდაფიც კი ცალკე სიმბოლიკა არის ამ ფილმში. ამიტომ ის მეორე სარდაფი ვითომ სიკეთისთვის შექმნილი, რომ დაეცვა ოჯახი კატასტროფის. და იქ შემთხვევითი არ არის, რომ შუქით ანიშნებენ, ხო, ამ სიტყვებს, ანუ მორზეს ამბავს შეიძლება ბევრნაირი გამოხატულება ქონდეს, იქ რაღაცა ხმით აღვიქვათ რაღაც, მაგრამ სინათლე ფეთქავს იქ, ანუ სარდაფიდან ამოდის ეს სინათლე და ანუ რა ვიცი, ბევრნაირად ჟღერს, მიშველეთ შეიძლება იყოს ეს ნიშანი, ცუდად ვარ ჩამომხედეთ რაღაც, ანუ რაღაცა ამოძახილი და ზუსტად ეგ არის, რომ აი ამ სახში მაცხოვრებით ეს გაკვეთილი და ეს ყველაფერი რაც ამ ფილმშია, ჩემი აზრი არის, შეიძლება არ მეთანხმებოდეთ, არა მხოლოდ თვითონ პარაზიტებათვისაც მოვიაზრებთ იმ ოჯახზე იყოს, მდიდრებისთვისაც გაკვეთილია. მდიდრებისთვისაც რაღაცის სასწავლებელი არის, იმიტომ რომ პარაზიტად შეიძლება თავად ეს მდიდრები არ მოვიაზროთ, მაგრამ მათაც არა აქვთ ხო დალხენილი ცხოვრება. ისინიც ფასადურად არიან კარგად და რაღაცა უხარიათ მხოლოდ გარეგან და აი წვეულება და ტორტი ზუსტად ამიტომ მომყავს მიზნად ეს ლამაზი პიჯაკი და ასე შემდეგ, ხო? ყველაფერი არის შენიღბული და რეალურად შიგნით რა ხდება, ის იმალება სარდაფში და ზუსტად პირდაპირ მნიშვნელობით სარდაფით გვიჩვენებენ ამას. აი ზუსტად. აი ყველაფერში ზედმეტს გადაგი აი ადამიანის მომენტი არა ხო შეიძლება? ხო, აი ზედმეტს გადაგიხდით, კი. ანუ ფულით ყველაფერს რო იყიდი, რაღაც აი ძალიან კარგი შენიშვნა გააკეთა. ბევრჯერ იყო ეგ მომენტი, როგორც კი ამ კაცმა ხმა ამოიღო და თქვა, რომ რაღაცა ან დაიწუწუნა, ან რაღაცა ისეთი თქვა, გადაგიხდი და ყველაფერი მოგვარდება. ყოველთვის იმ კითხვაზე, როგორ გიყვართ თქვენი მეუღლე, რადგან ყოველთვის მაგას მოყვებოდა ყოველთვის ეს. და ყოველთვის ამას მოყვებოდა, აი ეს გადახდა, ანუ მისთვის ის ცოლიც არ არის ფასეული, ის არის უბრალოდ უკაცრავად როგორც ინკუბატორი, რომელმაც ორი შვილი, იმიტომ რომ საჭიროა სტატუსურად ეკუთვნის. და შესაბამისად ის ანუ მდიდარი კაცის როლი უნდა შეასრულოს ოჯახში. კომუნისტების დროს მაღალ შინოსნებს მეუღლის ოჯახის გარდა ეკუთვნოდა. უკაცრავად არასწორია. კი. არ ვეთანხმ, მაგრამ ეკუთვნოდათ და ეს არა ქვია კიდე გვერდზე ქალბატონია. საყვარელი ესე რომ ვთქვათ, ხო? ანეკდოტებიც არის, მიხა ჩვენი ყველა ჯობია. ამ სამკაულივით იყო, ხო, თითქოს? ნადა, ნუ ესეთი კუთვნილების იყო, რა თქმა უნდა, არაჯანსაღი, არანორმალური და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მაგრამ ზუსტად დაახლოებით იგივე სიტუაცია. კი. უკაცრავად სარდაფზე მინდა ვთქვა, რომ იმათი სარდაფი ქემაი ძღია. ხო. ამათ საერთოდ არ ჩანს. ამათი უბრალოდ იმდენად მარტო ჩაკეტილი არ არის, ის დაფარულია. მთელი ყველა უნდა გაწიო რაღაცები, ხო? ეგ არის ზუსტად შენიღბლა. ის რომ ადამიანი რაც უფრო თითქოს ეგოს აკმაყოფილებს, ახასიათებს ეგოს, რომ ყველაფერი დანაშაuld ისეთი პანცერივით, ანუ აი გიფსივით, გიფსი რომ დაადო ადამიანს დიდხანს ხელზე და არ მოხსენ თავის დროზე კუნთები განილება და მერე გამოდის რაღაცა წვრილი, უსუსური და რაღაც. იმას მოერგება იმ სიტუაციას, რაც ექნება. კი და აი ზუსტად ამასებმის ეს თემას წვეულება ხო აი როგორი რაღაცნაირი ილუზიის თეატრი იყო სადაც ნიღაბის სინდისის ხმას ახშობს აი სინდისი ხო როგორი მნიშვნელოვანი რაღაცა ეხა ქართველები ვართ და ვაჟა ყველას გვიყვარს ხო და ეხა იქთაც და ბევრგან ჩვენ ქართულ ნაწარმოებში ეს სინდისის ხმა არა მარტო ქართულში თავისთავად როგორი მკაფიოა ხო და ერთადერთი რომელსაც შეუძლია რაღაც ძვრა განგაცდევინოს და სადღაც ცოტა მაინც წაგაბორძიკოს და რაღაცაზე დაგაფიქროს ზუსტად ეგ არის აი შეიძლება ვიღაცამ ესე გარედან მოვიდეს და რაღაც მითხრას არ შევიმჩნიო ეს, დიდად არ მივიღო, მაგრამ თუ შიგნიდან ამომძახებს ეს ჩემი სინდისი ოდესღაც რაღაცას და მიეცემა მაგისი არეალი და ეს თეატრალური რაღაცა სცენა, შეიძლება იმან რაღაც გამაკეთებინოს, მაგრამ ზუსტად ამის დაფარვას ცდილობენ ეს გმირები, გინდაც ის ღარიბები და გინდაც ის მდიდრები, ცდილობენ რაც უფრო ქვემოთ ჩაიტანენ ამ სინდის და რაც უფრო დათრგუნავენ, მით უფრო ბედნიერები იქნებიან, იმიტომ რომ სინდისი რაც გეუბნება ზოგადად. აი სინდის ვინც შეხედავს თვალებში და ვინც გაიაზრებს რა აქვს სათქმელი. კარგი ამბავი არ ექნება, ხო, სავარაუდოდ არავისთვის, იმიტომ რომ ის მაშინ იღებს ხმას და მაშინ ცოცხლდება, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ. სიგნალია, როდესაც რაღაც ისე ვერ არის და უნდა შეგაჯანჯღაროს ცოტა. ერთი წევრი არ არის ამ წვეულების მონაწილე ოჯახის.
რომელი წევრი არისო? გოგონა. ხო, ის პატარა ბავშვი, ხო? ბიჭს ეძებს და იმ ბიჭის გადარჩენას და ბოლო კაცში ხო ჩასო. ზურგზე ასეს მოკიდებული ეს ბიჭი და იმას თავისი გასაჭირი. მონაწილე ამ წვეულების. ხო, ანუ თავს არიდებს თითქოს. ეგეც სხვათა შორის კარგი რამ დაინახეთ, ანუ არ ერევა, ესე ვთქვათ, აი ამ რაღაცა ფასადურ კი. მიაჩნია რაღაცა ფარსად და რაღაც ცერემონიად, რომელიც ბიჭიც არის, ბავშვი თუ მე, ხო. კემპინგზე როარია წასული. ელე ბრუნდება სახლში და სახლში არ შედის, რაც ცდილობს რომ არე დარჩეს და ისევ იგივე შუქის მანიპულაცია. კი და ეგ ბიჭი სხვათა შორის მე მგონი მიუხვდა იმ სარდაფს, აი სხვათა შორის კარგი მხრისკენ მივყავს ახლა საუბარი. კი. კი, აი სწორს ამბობს, ნახეთ, სუნით გავიდა ეს ბავშვიც ამ ხალხზე და ნახეთ, ამ ბავშვი აი ზოგადად ხო ამბობენ ხოლმე და ისედაც ჭეშმარიტება არის, რომ სინათლე და რაღაცა კარგი ყოველთვის ახალთაობაში არის, ხო? ბავშვი, ანუ ბავშვი რასთან ასოცირდება სინათლესთან და კი და ანუ ზოგადად როდესაც ბავშვი რაღაცას ამბობს და თან ესეთი მნიშვნელობის რაღაცას ხშირად ჟღერს ბოდვად და ზუსტად ესეც სიმბოლო არის ხო ბავშვმა დაინახა მოჩვენება და სინამდვილეში შორი კადრიდან ეხა ჩვენ რო უყურებთ ამას როგორც ფილმს იმ ბავშვმა დაინახა რაც დაინახა ხო რეალობა ზუსტად იმან გაიაზრა და ნახეთ აქ მე რას ვხედავ პირადად ყველაზე სუფთა რაღაცას და ყველაზე მანიშნებელ რაღაცას ხედავს თვითონ სუფთა სული ეს ბავშვი რომელიც ჯერ არ არის დაზიანებული არ არის ასე ვთქვათ გაფუჭებული მოდი ეს სიტყვა გამოვიყენოთ ზუსტად ის ხდება რომ რაღაც ისე ვერ არის და რაღაც კარგი არ ხდება და აი ზუსტად ანამნეზირების ეს ფაქტი კი და არასსაზოგადოებრივად მისაღები ადამიანის ამის გამო კი მშობლების არა ჯანსაღი დამოკიდებულება თავისი ორივე შვილის მიმართ კი აი ბავშვი დასაწყისშივე პირველი მოყახლები წყავდათ, იმას მეორად გახსნები თავისუფალი. მედნიერი იყო და პირველივე გაკვეთილის შემდეგ ეს ბავშვი არის აბსოლუტურად რადიკალურად შეცვლილი. მორჩილი არის და შებოჭილი არის ამათთან ურთიერთობას როგორც კი იწყებს. ეტიკეტის ნორმებს იცავს და კი აი სწორ რაღაცას ამბობთ, რომ რაღაცა გარდატეხა ხდება ამ ოჯახის შემოსვლით, ბავშვი ხდება, რომ რაღაცა სიბნელე შემოვიდა, ხო? რაღაცა შეამჩნია. თუნდაც გინდაც სუნით შემოდიოდეს ეს, გინდაც რაღაც ენერგიით, არ აქვს მნიშვნელობა. ამის თქმა მინდა ზუსტად, რომ ბავშვია ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ამ ენერგიას მაშინვე ხვდება. და რატოა ბავშვი? იმიტომ რომ ის ჯერ არ არის დაზიანებული, ჯერ არ არის რაღაცა იმ ცხოვრებისეულ ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა საშუალებები იმას უნდათო და ერთ-ერთი აქცენტებს რომ სადამ ამ სარდაფიდან არ ამოვა ეს სული არ გაგვიყვება. კი, მაგას რომელი ამბობს, ოღონდ არ მახსოვს, დედამ თქვა, ხო? გოგო ამბობს? მე მგონი აღარ მახსოვს ეგ როგორ გადადის, იქ საუბრობენ რომ ჩვენ ხა იმდენი ფული გვაქვს რომ რაღაცა შეგვიძლია გადავბარგდეთო და კადრი გადადის და უკვე ამ სახში არის. რაღაცა კი, ხვდები რასაც ამბობს. ირავეს და სინამდვილეში აი ისე მოეწყნენ იქ როგორც თვითონ. აი ზუსტად ეს არის პარაზიტული მიდგომა, ხო? აი ეს მოდი ეს ორგანიზმი, ამ ორგანიზმს უფრო ბევრი საკვები აქვს და მოდი ახლა აქ დავბინავდეთ. ანუ მადაგაიხსნა. კი, ზუსტად. მაგის მომიდოდა, ნახეთ, ანუ თავიდან როცა წინასე განსაზღვრავენ ყველაფერს და იზებირებენ ტექსტებს, ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ მე მედიან ამ სახლში. კი, მართალია. და მე ვეღარ აკონტროლებენ, მე ეს ხალხი დაინახავს, ანუ რომ მიყვეთ. დაერღვათ სიტუაცია. ანუ აერიათ, მივიდნენ იქ სახლის დაკარგეს და მე შვილებიც მოუკლეს და წეღან ანუ დამოუწყდა იმის თქმაც, ან მთელი ესეთი ხალხი მოიარა, უძინარია, კიდე იმ ხამასიკაც სკურზე აიფარა ხელი, მოდის მე და ის კაციც ანუ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო რეალურად. თვითონვე ხო იძახის პერსონაჟი რომ ყველაფერს ხან მანდ კიდევ არ მუშაობდი. სცენარში არ კი, გეგმას არ მიყვეო, ხო, რო ეუბნება. კი და სხვათა შორის აი 7 მომაკვდინებელი ცოდვაც მიტრიალებს ხოლმე თავში, როდესაც მე ამ ფილმს უყურებ, იმიტომ რომ აი ეს მანდა არის ხო ესეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა, აი ნაყროვანება მაგალითად, აი როდესაც იმდენად აი ძღომისკენ მიგდის გონება, რომ ამის იქით მე ვეღარაფერს ვერ ხედავ. ანუ ყველაფერი და ყველანაირი სისტემა ირღვევა, როდესაც ადამიანი აი ამ თვალებით და რაღაც დამშეული და ღარიბი თვალებით შეყურებს ყველაფერს, ხო? ანუ კი, ოღონდ გააჩენ, ხო.
კი, ოღონდ ეგ სიმდიდრე მატერიალურ სიმდიდრეს და სულიერ სიღარიბეს ნიშნავს, კი. კაცი რო ამბობს, ცოტაში მანდაც არის მომენტი და ესეთი ის მქონდა, რომ თითქოს ხვდება, რომ არ შეიძლება დაგეგმო ის გეგმაზე რო ლაპარაკობს, ხო? გეგმაზე რო ლაპარაკობს, იმიტომ რომ სამყაროს ზოგადად მაგ დროს ველის ცვლა არ ხდება და შესაბამისად ისეთი რაღაცები გაუთვალისწინებელი ხდება, რომელიც პირიქით განადგურებს და გასწრებს ეს რაღაცას ეუბნება. ანუ ამ შემთხვევაში შენ არ ახარ, როგორ თქვა, გულწრფელი და გულღია, მართალი, ესე რომ ვთქვა, საკუთარ თავსა და სამყაროს შორის. აი ეს მომენტი. კი, იმიტომ რომ საკუთარ თავთან თუ გაქვს ეგ წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, მე სამყაროსთან ავტომატურად მატყუარა გამოდიხარ. ხო? გადავიდე? კი. კი. მე რაღაცნაირად მომეჩვენა, რომ ეს ოჯახი კი არის ერთი კაცი იყო პარაზიტი, იმიტომ რომ ესენი ცხოვრობდნენ. მამას გულისხმობთ? არა, მამას არა, ძველი მოსამსახურე. სულ ქვემოთ რო იყო, ხო? ბოლოს გავეწყობენ და ის რეალურად მართლა ეს კაცი სხვა ხსენებს ორ ფაშ ჭამს ეს ჩვენ. ანუ ის მართლა პარაზიტი არა. კი, სწორი შენიშვნა. ესენი იმას მართლა მზამზარეული მისდის ყველაფერი. ამათ ცხოვრება მაიძულა ესეთი ვირეშმაკობით მოწყობილიყო, თუმცა შრომობენ, ხო, ის კი. ანუ პატიოსნად შრომობენ თუ როგორ შრომობენ, ფაქტია რომ შრომობენ და იმას ესე მისდის ყველაფერი, ხო, ავტომატურად. და თან მე რომ ესენი გამოჩნდნენ შანტაჟები, ანუ მე რაღაც აღვქვი რომ ხოლმე პრობლემას რეალურად ისქმნის. კი. კი, ძირი ეგ არის. კი, გეთანხმებით, კი. კი. კიდევ ერთ საფიქრალ კითხვას გამოვუშვებ. ნახეთ, ქვასანა მოუტანა. ქვა რომ მოუტანა, ის უკვე სასწავლებლად მიდის და ამ ოჯახში დადიოდა და ასწავლიდა იმ გოგოს რაღაცას. ხო. და დააგროვა ეს თანხა, რომ მე უმაღლესი განათლება მიიღო და ეს ბაბუა ჩემის. ანუ რაღაცას აკეთებს, ესე ვთქვათ, კი? და ამ ბიჭთანაც იმით მოიტანა, რომ შენ პატიოსნად ასწავლე ინგლისურს, იმიტომ რომ 4ჯერ ჩააბარე 2 წლის განმავლობაში გამზა, იმაზე მეტი იცი ვიდრე კოლეჯის. აი მე მაგალითად შეგრძდება მაგ რომ ქვამაც ასწავლა მას რაღაცა. ანუ, როდესაც შარში ჩავარდები და რაღაც აი მოდი პირდაპირ მნიშვნელობით თქვა, თავში რომ მოხვდება ეს ქვა პირდაპირ მნიშვნელობით, ხო, ანუ რაღაცა შემოგილაწუნებს ისე რა, ესეთი რეალური ხელი, რომელიც გამოგაფხიზლებს, შეიძლება იყოს რაღაცის საწყისი. აუცილებლად, იმიტომ რომ წინა მითხრა რომ გოგოზე რა რომ ჩააბარებს და უნიშნავს შეხვედრასო, ზუსტად იგივე სიტყვები გაიმეორა, ანუ იმას მოწონდა უკვე, მაგრამ შენ განდოფო. და ამან არც კი გაიხსენა. კი, მართალია. იგივე გაიმეორა, რომ ცოტა ხანში მეც იგივეს ვიზამორა. კი. ანუ ისეთ ინტელექტუალები. ვიცი, მეგობრებო, გვიანი როა სწრაფად ვესწრები. ეს ძმანი ინტელექტუალები იყო, მაგრამ მანამდე და არც აქვს იმის ისე რომ სამსახური იყო. რაღაცა კიდე აი ის რაღაც პიცის დამტარებელს რო ევაჭრებიან. იქაც რაღაცა თეთრებზე რო საუბრობენ, ხო? იქაც რაღაც აშანტაჟებენ თუ რაღაც. კი. კი ბატონო, კარგად. ხო, მაგრამ ანუ შეიძლება მაგათ შრომა რეალურად. სანამ ის ბიჭი არ მოდის ამის გააკეთებს, მაგრამ რაფრის? კი. საქართველოში იყო ესეთი რაღაცა, შვილს უნდა და სამსახურის დაწყება, თავის პროფესიით. არ ღებულობდნენ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა 3 წლის სტაჟი. ხო, სტაჟი, სამუშაო სტაჟი. და თუ არ დავიწყებ მუშაობას, როგორ უნდა გქონდეს ეს სტაჟი, საიდან? აი ხო, და ლოგიკას მოკლებული არის, კი. ლოგიკას ამ დაწმასაც არ აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა თვითნასწავლი საკმაოდ განათლებული და განვითარებული, იმიტომ რომ ამ ყველაფრის თან შრომელები ძალიან უბრალოდ ყოფილი. კი. რომ არ არის ერთგვაროვანი და ერთნიშნულოვანი. მე რაღაც შთაბეჭდება დამჭა ორი თვითონ ჩვენთაგანში იწვევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას და მე უკაცრავად. კი, არა, კი. აი ეს ქვა გულზე რო არის. რატო ადავს, იცით, ჩემი აზრით, ახლა მომივიდა ვთქვათ ის რა. გონება და გული იყო რა, ტვინმა დაიწყო მარტო მუშაობა. სანამ ტვინი მარტო მუშაობდა, მას არ აქვს კავშირი შენ შინაგან მესთან, ანუ გულთან. ნუ მაშინ ხდება ის, რაც დაემართა ამ უბედურებას. კი, გაწყვეტილი არის კავშირი. კი. ეს არის რომ გული გონიერი ნიშნავს რომ სულიერებასაც, ემოციასაც, სიყვარულსაც ყვავს და გონებას, რასაც აქედან მიაწოდებ, იმის ჯერა.
კი, კი. ეგ არის და გადატვირთვას, განახლებას, რო კვდება ვითომ რო კვდები ვიწყოთ, საიდან ხდება? იმიტომ რომ ხდება კავშირის და გადაწერა, ესე რომ ვთქვათ, ახალი ინფორმაციის ჩაწერა, მოკლედ ნეირონებით, რომელიც დედაპირ. კი ბატონო, კიდევ ერთი საფიქრალი კითხვა. არ მოზიქნები ხო? ერთი საფიქრალი კითხვა კიდევ, შეიძლება თუ არა ნიღბით დიდხანს იცხოვრო ისე, რომ სინამდვილემ არ ამოხეთქოს. ანუ ეს უბრალოდ საფიქრალად, ესე კითხვა, იმიტომ რომ ეს მსჯელობა ცოტა შორს დაგვიყვანს. შეიძლება თუ არა ნიღბით იცხოვრო დიდხანს ისე, რომ სინამდვილემ არ გამოაჩინოს თავისი თავი საბოლოოდ ამ ნიღაბში. რაღაც ერთ დეტალზე მინდა კიდე მასრულებ, ბოლოსკენ მიყავს ყურადღების გამახვილება, სისხლი ბალახზე, როცა სინდისის ჩუმი ხმა ფატალურ ღრიალად იქცევა და ნახეთ რას გულისხმობ. ბალახი, რომელიც არის რაღაც სიმწვანე, ბუნებასთან ასოცირებული, სისუფთავესთან ასოცირებული, რომელიც ხო სიცოცხლესთან ასოცირებულია, უცებ მას ეწვეთება ეს სისხლი და რაღაცნაირად მანდ უკვე იწყება ახალი, ანუ მანდ ხდება უკვე გააზრება. მაგ მომენტში ამოხეთქა იმ სარდაფმაც, მაგ მომენტში გაიაზრეს იმათმაც რა ყოფაში იყვნენ და როდესაც რაღაცა წმინდა და რაღაცა ლამაზი შეიბღალა, ესე ვთქვათ, რაღაცა ცუდით და სისხლით მაგალითად და ნახეთ, აი ქართველურად რო ვთქვათ, ცოტა ის ბრძოლის ველი რო გავიხსენოთ, ხო? ბრძოლის ველი რეალურად რისი გამოვლენა არის, როდესაც ვაჟკაცმა უნდა გამოავლინოს თავის, ანუ ეს რომელიც საბოლოოდ მოხდა, ეს საერთოდ არ იყო ამის გამოვლენა, ეს იყო პირიქით, აი რომელი პარაზიტი დაასწრებდა, რომელ პარაზიტს რომ მოეკლარო, მერე ის ჩასულიყო სარდაფში თუ მეორე ჩავიდოდ. ანუ არა სიმამაცის გამოვლენა კი არ იყო ეს ბრძოლის ველი, არამედ იმის იყო, რომელიც შეასწრებდა იმ ახალ სახლში. ანუ ნახეთ, ბრძოლას ორი დანიშნულება აქვს. ერთია, რომ რაღაცა მინდა მოვიპოვო, გავიმარჯვო და ჩემი ვაჟკაცობა გამოვავლინო და მეორე არის, რომ იმდენად დავდაბლდე, რომ გამარჯვებულიც კი დამარცხებული წარმოჩინდე და ზუსტად ეს სისხლის კვალი იყო ამ ბალახზე წარმოდგენილი და აი ეს მინდა კიდე რომ აღვნიშნო სარდაფში დაბრუნება როცა ადამიანი საკუთარ ჭრდილად იქცევა და ეხლა ეს ფსიქოლოგიურად ცოტა ძალიან შორს რო არ წავიდა ეს იუნგის ჭრდილი რაც არის ხო ანუ რეალურად რასაც გაურბივართ რასაც ვებრძვით და რომელ ჭრდილადაც არ გვინდა ვიქცეთ ზუსტად იმად ვიქცევით როდესაც ისევ სარდაფს ანუ ამდენი იწვალა ამ ხალხმა ამდენი იშრომა მართლა ამდენი იბრძოლა და ისევ მიდის სარდაფში შეიძლება ცოტა ოდნავ განათებულში მაგრამ საბოლოოდ მაინც სარდაფში და ხო აი ზუსტად და ეს კადრი მინდა რომ არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა ალბათ კი ამ კადრში ზუსტად კამერაში იყურება გმირი ხო ბოლოს ანუ თვითონ ფილმში კი აღარ არის ჩვენ გვეკითხება მაყურებელს რომ ეხა რა გავაკეთო ანუ სარდაფიდან წავედი და ისევ სარდაფში ჩამოვედი ოღონდ ნახეთ თქვენ რასაც ამბობთ გააზრებით კი ჩავიდა იმ სარდაფში მაგრამ რეალობა არის რომ ისევ სარდაფში არის ისევ სარდაფში ბრუნდება და უფრო იტანჯება იმიტომ რომ გააზრებული აქვს რა ხდება გარე სამყაროში ხო ანუ იმ სარდაფში, როდესაც არაფერი არ ხდებოდა, ბედნიერი მაინც იყო, კომფორტი მაინც იყო და ეხლა ისევ სარდაფშია, ოღონდ დატანჯული და გააზრებით, რომ სად იმყოფება, იმას უკვე რო ხედავს. და დიდი გზის შემდეგ ისევ ილუზია, ისევ ქვა და ისევ სარდაფი. ხო, ეგეც არის, კი, რაღაც ვერ განვითარდა, ხო, მაგდონეზე. და ესეც ისევ საფიქრალი და სახში წასაღები კითხვა დავარქვათ, მოდი, რა გვაჩვენა ფილმმა, რომ გამოსავალი არსებობს თუ მხოლოდ ილუზია არის. აი ზოგადად ესე რომ დავფიქრდეთ, გამოსავალი არსებობს არჩევანი, დანარჩენი გვინდა ვიცხოვრებთ სარდაფში, ანუ იქნებით პარაზიტები, ესენი რა არჩევანში მაცხოვრებლები ან გავიჭიროთ და ვიქნებით იქ სადაც გვინდა რომ